მითხრეს რომ მკვლელებმა სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდეს. ამბოხებულები ცდილობენ შენს გადაცემას, როგორც ვაჭრობის საგანს. გასაგებია. როგორც ჩანს ისინი საკმაოდ ადვილად დანამდნენ. შესაძლებელია რომ იტყუებიან. თქვენი ხარ ნოე. მაგრამ არ ინერვიულო. არსებობს გზა, რომ გავიგოთ სიმართლეს ამბობს თუ არა ადამიანი. ქურდების დასაჭირად ქურდია საჭირო. წამების ხერხებში არ ვარ გათვითცნობიერებული. ასე რომ უბრალოდ მის სიტყვას ვენდობი. კარგად გამოგივიდა ნოე. ყვედ რომ ყოფილიყავი. სამეფოსთვის ძალიან რთული არჩევანი იქნებოდა. დიახ სერ. ასევე მათი ცხენებისკენ მიპყრობა ბრწყინვალე იყო. მე უბრალოდ ბრძანება გავეცი რომ ცხენის საკვები მთლიანად შემესყიდა. ეს ადრეც მომხდარა, მაგრამ ასე სწრაფად არა. ნებისმიერ შეეძლო შიმშილის ტაქტიკის გამოყენების იდეა გაეჩინა. სინამდვილეში ალბერტმა ახლახან შესთავაზა აჯანყებულების შიმშილით განადგურება, მათი მაგალითების შესაქმნელად. მაგრამ შენ მივხვდი რომ ამან შეიძლება მათი დავდესხმა ჩვენს ხალხზე გამოიწვიოს და მხოლოდ მათი ცხენების შიმშილით მოკლა ამჯობინე. შთამბეჭდავია. შენი იდეა და მათი მოქმედების უნარი. გასაოცარია ნოე. ადვილი შესაძლებელი საქმე არ არის. დიდი მადლობა. როგორ მე უნდა დაგაჯილდოვო? ნოეს გერბზე ხმლის დამატების ნებართვას გაძლევ. იმპერია მეომრების სერია. მახვილის დამატება მეომრის სიმბოლოა. იმპერატორის ნებართვის გარეშე ამას ვერ გააკეთებ. შესაძლოა სიკვდილითაც კი დაისაჯო. მეორე მხრივ იმპერატორისგან ერთის დამატების ნებართვის მიღება ერთ-ერთი უდიდესი პატივია. კრუზ, პროკლამაცია გამოეცი. დიახ სერ. დიდი მადლობა. ანიმეს წარმოგიდგენთ ანიმაქს წერტილიჯი. გელოდებოდი. ანდრე მოხვედი. ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საკვების მხოლოდ გარკვეული რაოდენობის სახეობა არსებობს. და მისი შემოტანის მარშრუტი ვიცი. ყველაფერს ყიდვა არ იქნება რთული. ასევე, კარფუნის აჯანყებულთა ლიდერის შესახებ. ძალიან ჯიუტია და ყველაფერს გააკეთებს თავისი მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ არაფერზე არ უნდა ინერვიულო ნოე, მაგრამ გთხოვ ფრთხილად იყავი. ამას რატომ მეუბნები? ბატონო, ბოდიში შეწყვეტისთვის. თავარ კარიბჭესთან დაჭრილი კაცია, რომელიც ამბობს, რომ სასწრაფო ანგარიში აქვს. დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, თქვენო უდიდებულესობავ. მე დეკორიონის სანამდებობას ვიკავებ, ალმერიის ადურის პროვინციაში.
გასაგებია. ალმერიაში აჯანყება დაიწყო. შემო უფროსმა აჯანყება დაიწყო. მაგრამ ვერ დავეთანხმე მას, ამიტომ გამოვიქესი თქვენთან. ანუ სასწრაფო ანგარიში სწორედ ეს არის. სამწუხაროდ პრინცმა ამის შესახებ უკვე იცოდა. გასაგებია. დიდი მადლობა რომ შემატყობინე. მიხედეთ, რა თქმა უნდა. დაჯილდო მიეცით 1000. არა, 5000. თქვენ უძლებელესობა. რა შეასაქმე? მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შენთვის აღარც კი გამოდგება. მართალია, მაგრამ საფრთხის მიუხედავად ის აქ დაჭრილი მოვიდა ჩემთვის. ინფორმაციის მოსაწოდებლად. უნდა დავაჯილდოვო. ამიტომ დაპირდით ამ ტემპლს. ჯერა რომ ის ამადღირდა. ოსტატო. შემოდი. ყველაფერი რიგზია? ფერმ კრთალი ჩან ხარ. რა მოხდა? ეს ფული? როგორ ჩანს 500 რიანია? უცნობ მამაჩუკა. როგორც ჯილდო იმისთვის რომ შენ დაგიძახე. და ეს მითხრა რომ საძილე პრეპარატია. შენი შემსასმელში უნდა შეგერეა. რომ მოგიშორებინე. კი, როგორც ჩანს ასეა. ისევ ამბოხებულები არიან. როგორც ჩანს ნამდვილად ჭირდები. გასაგებია, მაგრამ ეს რატომ მომიტანე? მე თქვენს ღალატს ვერაზრო შევძლებ. ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ დედაჩემს დაეხმარეთ, არა? და ჩემი სოფელი. მაგრამ მითხრეს რომ თუ ამას არ გავაკეთებდი, მომკლავდნენ. მაგრამ მაინც უბრალოდ ვერ გიღალატებთ. ასე რომ გასაგებია. ეს რა არის? ჯილდოა. მათ თქვენი ღალატის 500 რიანი კიდევ სცადეს. მაგრამ შენ ეს არ გააკეთე, ამიტომ 0 დავამატე. 5000? ეს ხომ ძალიან ბევრია. აიღე. დიდი მადლობა. ნამდვილად იცულოვანი ოსტატი ხარ. კიდევ რაღაც მინდა რომ გამიგეთო. რა თქმა უნდა. ამ წამალს დავლევ. და რო ჩამეძინება მათთან მე მიყვანე. მაშინ მინდა რომ გაიქცე და დაიმალო. თუ დარჩები შენ გაჩუმება შეესწებიან. ოსტატო. რას ამბობა? რა თავის ტკივილია. ერთი ჩარტყმა და იმ საშინელი პატარა ხანჯლით ყველაფერი დამთავრდება. შეცდომას ვერ დავუშვება. ისინი არიან? ეს რა სიტუაციაა? რა თქმა უნდა, ხელები და ფეხები შეკრული მაქვს. კიდევ კარგი იარაღი დავმალე, რომ მოვდიოდი. და ჩემი ბეჭედი არ წაიღეს. როგორც იქნა თვალებში გამოვიხედე.
მეგონა ოთახში ვიყავი. შენი მოგონებები მაჩვენე, ლევიათან. იჩქარე. კარგად შეკარი. საწავი და მოახლე. ეგ არ მაინტერესებს. დროზე წამოიყვანე. გასაგებია. ახლა მესმის სიტუაცია. ვანძი რომელმა არ შეკარიც ესიერად. როგორც ჩანს ბრძოლა უნდა. შენმა უფროსმა ძმამ ბოლოჯერ გადაგარჩინა. მაგრამ რას იზამ? რა დროის ფუჭად კარგვა. იმედი მქონდა რომ სასარგებლო ინფორმაციას მივიღებდი. მაგრამ უბრალო ლაქიები ხართ. შენ. დაიჭირეთ. ოსტატო. რა ჯანდაბაა ეს ყველაფერი? ძალიან წუხვარ. ვიცი რომ დამალვა მიბრძანე, მაგრამ შენზე ნერვიულობდი. ჩემს გადასარჩენად მოხვდი? კი. მაგრამ ეს შენ თვითონ გააკეთე არა? გასაოცარია. კაპიტანი რომელია? მე ვარ. დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა მე-13 პრინცო. მათზე ეზრუნე. ისინი არიან ვინც თავს დამესხნენ. გასაგებია. არ შეეხო. უკან დაიხიე. რა თქმა უნდა. ოსტატო. ანუ ეს მახვილია, რომელზეც საუბრობდნენ. ამდენი ბოროტება. აქედან მოდის? ჯადოქრობა. სავსე ადამიანის სიძულვილით. შეუძლებელია. შეგიძლია ამის გაკეთება? შენნაირი წყლის ჯადოსნური მახვილისთვის ადვილი უნდა იყოს. მაჩვენე. როგორც ჩანს მოხვდი. შესანიშნავია ნოე კარგად გამოგივიდა. გუშინ ღამით ამბოხებულთა ლიდერ შუბლი გაუხვრიდეს. წყლის სვეტი, რომელიც არსაიდან გამოჩნდა. ეს შენი დამსახურებაა? გამოდის ეს შენმა ჯადოსნურმა ხმალმა გააკეთა. დიახ. როგორც ყოველთვის, სიტყვა სწრაფად ვრცელდება. ხანჯალში ჩადებული სიზულვილით მე ის ვიპოვე. როგორც ჩანს იმუშავა.
ამბოხებულებმა ლიდერის დაკარგვის შემდეგ ბრძოლა გადაწყვიტეს, მაგრამ ჰენრიმ სწრაფად შეახშო. აჯანყების დაგეგმვაში მონაწილე თითქმის ყველაფერი დაკავებულია. საშილის თქვენზეა დამოკიდებული მეფეო. ცხენები და პირუტყვი მოამზადეთ. ყველა მათგანი 4-ად გაიყოფა. ეგრე უნდათ. შესანიშნავია. მოიცადე, ნოე. შენ სამკვიდროში რომ აჯანყება დაიწყეს, ამისთვის აუცილებლად გადაიხდიან. თუ შეიძლება თქვენ აუდიდებულესობაო. ეს არ უნდა გააკეთო. რა? რას ნიშნავს ეს, ნოე? ისინი კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. იმპერიული კანონის თანახმად, აჯანყებულთა ლიდერები შუაზე უნდა გაიხლიჩოს. მესამე რიგის მხარდაჭერები და თანამძრახველები ყველა სხვას თავი უნდა მოკვეთონ. მაშინაც კი თუ 4-ად გაყოფ მათ, უბრალოდ ამ იმპერიის კანონებში ისეთი სასჯელი არ არსებობს. მაგრამ ამ ხალხმა შენი სახელი შელახა. თუ იმპერატორი ინიციატივას გამოიჩენს კანონის დარღვევის საკითხში, ამა შეიძლება მისი უზენაესობა არეულობაში შეაგდოს. გთხოვთ, რომ ხელახლა განიხილოთ. კარგი ლოგიკა გაქვს, ნოე. კარგად გამოგივიდა. ჩემი შეცდომა შეამჩნია. მაგრამ მოთვნიერებული სასჯელი ვერ დამაკმაყოფილებს. დაისაჯონ ისინი კანონის სრული სიმკაცრით. ეს საკმარისია? არანაირი პრობლემა არა. პირველო პრემიერ-მინისტრო, დიახ, სერ. ვიცი რომ ამ ყველაფერზე გაიგებდი. შენ მოგცემ ამის გაკეთების უფლებას. დიახ, სერ. ოჯახ, მე-13 პრინც, რა გაბედული ყოფილა. კინაღამ ჩემი სახელი შევლახე და შენ შემაჩერე. უნდა დაგაჯილდოვო. ტიტულს მოგანიჭება. ჩემს ნებისმიერ შვილს შეუძლია რომ შეცდომებზე თვალი არ დახუჭოს. მაგრამ ამის სწორედ გაკეთება ღირებული ნიჭია. რათა შენი ჭკუა ყველა ჩემს ქვეშევრდომს გააცნოს. მე ბრძენის ტიტულს გაძლევ. პრინც ახალი ტიტული აქვს. აქამდე არასდროს მომხდარა ეს. დიდი მადლობა, თქვენო უმაღლესობავ. ნოე, ნეტო ცოტა ადრე დაბადებული ყავი. დიდხანს სიცოცხლე ბრძენო პრინცო. სხვათა შორის, ნოე, რაინდის შესარჩევი გამოცდა მალეა. გადაწყვიტე როგორ უნდა ქნა. გეგმა მაქვს, ამის შემდეგ შემიძლია გაჩვენო? რა თქმა უნდა. განაგრძე. მონაწილეებს ამ გზით შეუტევ. და იმის მიხედვით შევაფასებ. მათი თავდასხმა ჩემთან რამდენად ახლოსაა. ბრწყინვალეა.
ეს შენ ტვირთს ამცირებს. მაგრამ მასაც თავისი რისკები აქვს. თუ რომელიმე მონაწილე საკმარისად ძლიერად დაგარტყავს, მზად ვარ გავუმკლავდე. რახან შენ თქვი? სწორედ ეს ხდის შენ ჩემშვილად, იმპერიულ პრინცად. ბრძენო პრინცო. დიდი მადლობა. მაინც არ ფიქრობ, რომ მეტად უფრო ადრე დაბადებულიყავი, რომ თქვი. საზოგადოებისთვის ზედმეტი იყო. უშუალო რა არის? მან არა მხოლოდ შეცდომაში გამომიჭირა, ტრის ლიდერი, ბრძოლის ველზე გაუშველადაც კი გაანადგურა. იდეალურია. გარდა ამისა, მის ჯადოსნურ ხმალს მართლაც საშინელი ძალა აქვს. დიახ, სერ. კრუიზ. დიახ, სერ. გამოიყვანე. კარგი. ლეგენდები ამბობენ, რომ ლევიათანის ნამდვილი ბეჭედი არ უნდა გატეხონ. მაგრამ შესაძლოა, თუ ნოე ამას გააკეთებდა. ანიმეს წარმოგიდგენთ ანიმაქს წერტილიჯი.